გამარჯობა, კანცელარიის რუსთაველის გამზირზე პროტესტის მიტინგზე. თუმცა პოლიცია მათ მოუწოდებს, რომ ტროტუარის გამოყენებით გადაადგილდნენ. შევეცდებით განახოთ ახალ რაოდენობის ადამიანი არის ახლა შეკრებილი. ისინი აცხადებენ, რომ შეუძლებელია ამ რაოდენობის ტროტუარის გამოყენებით გადაადგილება. პოლიცია არის ახლა გზის კვეთაზე, ქუჩის კვეთაზე, რომელიც თავისუფლების მოედანთან აკავშირებს გზას და არ უშვებს აქციის მონაწილეებს, რომლებიც ცდილობდნენ კანცელარიის შენობიდან დაეტოვებინათ და გადაადგილებულიყნენ რუსთაველის გამზირის მიმართულებით პარლამენტთან, სადაც ისინი უკვე 344 დღის განმავლობაში უწყვეტად აპროტესტებენ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას შეარჩეროს ევროინტეგრაციის პროცესი 2028 წლამდე, ასევე ითხოვენ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას დაუყოვნებლივ და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს. არც ერთი ამ ზემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნიდან ჯერჯერობით არ შესრულებულა. მოქალაქეები აგრძელებენ პროტესტს. აქამდე ყოველ დღე იკეტებოდა რუსთაველის გამზირი. გზის სავალი ნაწილს იკავებდნენ ხოლმე აქციის მონაწილეები, პროლეტარული აქციის მონაწილეები. თუმცა დღეს პირველად მას შემდეგ რაც ქართული ოცნების ახალი კანონი საკანონმდებლო ცვლილება ძალაში შევიდა, გულისხმობ აქციების ჩახშობის მიზნით დაინაცვლებულ ახალ კანონებს, რომლის მიხედვითაც სახის დაფარვა აქციის დემონსტრაციაზე მანიფესტაციის შეკრების დროს გზის ხელოვნურად გადაკეტვა ისწრება 5 დღით 15 დღამდე ადმინისტრაციული პატიმრობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით. სწორედ ამ პერიოდის განმავლობაში, მიუხედავად ამ რეპრესიული კანონებისა, მაინც ყოველდღე იკეტებოდა ხოლმე რუსთაველის გამზირის სავალი ნაწილი. დღეს, როცა ცადა რამდენიმე მოქალაქემ გზის სავალ ნაწილზე გადასვლა, მაშინ ძალიან დიდი რაოდენობით პოლიციამ უკან გადმოიყვანეს ეს მოქალაქეები. მოგვიანებით გადაწყვიტეს აქციის მონაწილეებმა, რომ გადაენაცვლათ კანცელარიის შენობასთან, სადაც გააგრძელეს მათ თავიანთი პროტესტი. ხოლო კანცელარიის შენობიდან აპირებდნენ უკან დაბრუნებულიყვნენ რუსთაველის გამზირზე, თავიანთი პროტესტის მიწვევ ლოკაციაზე, სადაც დაბრუნების საშუალებას გზის გამოყენებით არ აძლევს პოლიცია. პოლიცია მოუწოდებს, რომ ტროტუარის გამოყენებით გადაადგილდნენ შეკრებილი მოქალაქეები რუსთაველის გამზირისკენ. ხოლო აქციის მონაწილეები ამბობენ საპასუხოდ, რომ მათ ისინი არიან საკმარისი რაოდენობის იმისთვის, რომ შეძლონ გზის სავალი ნაწილით სარგებლობა გადაადგილებისთვის. ასე ხედავთ საქართველოს დროშას, რომელიც გაშლილი აქვს მოქალაქეებს. როგორც ჩანს, პოლიცია ტოვებს ახლა თავის ადგილს და სავარაუდოდ აძლევს მისცემს აქციის მონაწილეებს საშუალებას, რომ გადაადგილდნენ გზის სავალი ნაწილის გამოყენებით და დაუბრუნდნენ თავიანთი პროტესტის უცხო ლოკაციას, რაც არის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია.
გზის ნაწილი გაუხსნა ახლა როგორც ვთქვათ პოლიციამ აქციის მონაწილეებს გადაადგილებისთვის სრულად არ არის გადაკეტილი მიმდინარე ქუჩა. ერთხელ გამოჩნდა ეგ მაინც განაცხენები მაინც ისწავლია საერთოდ გზის გადაკეტვის საბაბით დააკავეს დღეს ერთი მოქალაქე რუსთაველის გამზირზე, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია. პოლიცია მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ გზას მიკეტავენ და შიგნით შეიწვიონ გზისკენ. როგორც ხედავთ, სანახევროდ არის ახლა გზა გადაწეული. გადაკეტილი უკაცრავად და საავტომობილო მოძრაობა სანახევროდ არის შეჩერებული ახლა. აი მარცხნივ გადმოდი. პოლიცია არის მოქალაქეებს ბიჭებო შემოიწიეთ რა მანქანები რომ არ გადაკეტოს სრულად გზის სავალი ნაწილი. გიორგი ლეონიძის ქუჩით უბრუნდებიან ახლა რუსთაველის გამზირს აქციის მონაწილეობა. საქართველოს ეროვნული დროშა გაშლილი მოქალაქეებს და გვერდით მიუყვება პოლიციის ცოცხალი კორდონი.
თავისუფლების მოედნისა და ლეონიძის ქუჩის კვეთაზე არიან ახლა გაჩერებულები აქციის მონაწილეები. პოლიცია მათ არაძლევს საკრებულოს აქციის სავალი ნაწილი გამოიყენა გადაადგილებისთვის. ახლა აქციის მონაწილეების ნაწილი ამბობს, რომ გადაადგილებით და იქ გაგრძელდეს აქცია. ამას მსჯელობენ სლოვენ პოლიციასა კომუნიკაციას, რომ გამოიყენონ გზის სავალი ნაწილი. საკრებულოს და მაგ გასაპროტესტებელი მე მოძრაობა არ ფერხდება. ტროტუარზე და პატარა ქისნაწილი არის გამტარი ამდენი ხალხი. მოგვეცით გასვლება როგორც აქამდე ხა 300 მეტრი თუ ამის საჭიროება იყო ეხა სათნახე საჭიროება. თუ არის საქმის რაოდენობა გზის სავალი ნაწილი შეიძლება გადაიკეთოს, თლიანი შეიძლება გადაიკეთოს. ზუსტად ამიტომ მოგვეცით ეს საშუალება, რომ დაახლოებით 400 მეტრი გზის სავალი ნაწილის ნახევარზე გვეულა. ანუ ესე იგი ამის საჭიროება იყო. ეხლა აპირად ისე ტროტუარზე ამ ვიწრო იმაში შეგვიყვანა, სადაც შეიძლება გამოიწვიოს. მე ვინტერესებს თავისუფლებას ამიტომ გზის სავალი ნაწილი მეტროსება ისულება ხოლმე მონაკვეთი განაწილება ტროტუარზე. მოგვეცით საშუალება ამ ცივე მონაკვეთზე. იარო და ნაწილი იმის ტროტუარზე. არ ემსახურე კორუმპირებულ მთავრობას, ემსახურე საკუთარ ქვეყანას. არ ემსახურე კორუმპირებულ ატყუარ მთავრობას, რომელიც გადაღამე იბადებენ პროგრამოიტანს და რაცა იყო საფში. თქვენ კიდე ლუპას გადაგიგდებენ ერთ ლუპას და იმით ახალ აყოფით. ევროპაში რამდენი გაქვთ? თქვენ თუ იცით თქვენი დანაპოლიციელი 5000, 7000, 6000 ევროები. თქვენ რამდენი გაქვთ? ეს არის დამონება, დამცირება, თქვენი თავი. სათხარ When was this? No, we don't know what it Mama, machine up telephone და დაისვა. ესენი რაზე დაფიქრდებიან, რა ბრძანებასაც იღებენ ასე. ფიქრი რომ შეეძლო დაფიქრება. ლეონიძის ქუჩის და თავისუფლების მოედნის კვეთაზე არიან ახლა აქციის მონაწილეები, გაჩერებულები. პოლიცია არაძლევს აქციის სავალი ნაწილის გამოყენებით.
თუმცა მანამდე კანცელარიის შენობიდან აი სპეციალამდე მათ პოლიციამ სანახევროდ გამოიყენებინათ თავიდან ბოლომდე ამიტომ ამობენაქციის პარტნიორები რომ თუ რაღაცა თუ რაიმე იცით აქ ეს მოსარგებელი ადამიანი მოდის თუ რამე დაემართა ეხლა ვევაწყდეთ იქნება პასუხისმგებელი სამადრო პოლიციები გაგიმარტებენ ასე ვიტრო ასეცობა ბევრი ხალხია შეიძლება რამე გამოიყენებინათ მაშინ ამიტომაც ჩვენ თვითონ მოგვეცით საშუალება რომ აქამდე მოსულიყავთ აქამდე არის ხო ამის საჭიროება აბა ეს გამოგვიწვი რა შეიძლება ну რაღაც შეიძლება სწორედ ამ კითხვას უსმენ ახლა მოქალაქეები პოლიციას თუ რა შეიცვალა როცა აქამდე 15 მეტრის თავისუფლების მეტყვენი რომ მოვიდე შენი და პასუხი ვინ იგეს პასუხი თქვენი სახელი და გვარი თქვენი სახელი და გვარი მეგობრებო არ გვაძლევს ზვიად ხარ აი არ გავამწვავოთ და დელა გადავინაცვლოთ კილად გავიაროთ რომ ლეტოში ავიღოთ მე გავახსენებ წელეთო რომ მოხდეს პასუხისმგებელია აი ეს ლიჩნად ეს არის პასუხისმგებელი აი ეს ადამიანია პასუხისმგებელი აქ ეტლის მოსარგებლებს რომ რამე დაემართოს ძალიან ხოთ ფხილად გადავააგდეთ აი მე რა კონკრეტულად შენი პასუხი მე ჭიროებისგან ვერ კონსტიტუციური უფლება ქუთაისში გადავაადგილდეს. ჩვენ საპატრულო პოლიცია, რომელიც ჩვენ გვიზღუდავს კანონიერ უფლებას. პოლიციის ფორმაში გამოწყობილი ხალხი არ ყვეს კანონს და გვიზღუდავს ჩვენს უფლებას. ვერ მარტავენ ის საფუძველზე, იმიტომ რომ ის კანონი, რომელიც ის გადაკეთებას გვიკრძალავს, ეხება მანიფესტაციების სახე და არა გადაადგილების უფლების შეზღუდვას. მოსწორე კანონის მუხლი ვერ დავისახებთ. მაინტერესებს ახლა აი ამ საპატრულო პოლიციას განგვიმარტოს კანონის მუხლი, რომლის საფუძველზე ჩვენ გვეკრძალებათ გზაზე გადაადგილება, როგორც მე მოქალაქეს მეკრძალება, რომ გზაზე გადავიდე. მაინტერესებს ხო შეიძლება ვისმე გვაქვს პასუხი. თუ ახლა პოლიციის ფორმაში რო გახართ, ყველაფრის უფლება გაქვთ თქვენ. მაინტერესებს უბრალოდ რომ ვიცოდეთ როგორც სახელმწიფოში ცხოვრობთ. ივიცით, მაგრამ მაინც რომ კიდევ ერთხელ დაგვიზუსტოთ თქვენ ეს. მადლობა. გადასასრულებთან არის იქ რაოდენობით პოლიცია მობილიზებული თავისუფლების მოედანზე. ხედავთ გორო
წელების განმავლობაში თუ რამე ისეთ დააკავეს. რა დღეში ხარ, ვიქო, რა დღეში. გუყურებ მე ჩემთან, მოხდა უკვე მწვენია რა პროცესია. ქება. ევროპაში ყოლია, ქება. 3,000 ეურო, 6,000 განიაში. და გაჩვენებს წრეს. ყველა ქვეყნის გაჩვენებს. რო ჩვენთან შედარებით 3-ჯერ და 4-ჯერ და 8-ჯერ მეტი ხელფასებია. მაგრამ რატო ემსახურებს მიგრანტ ამ დექილერად ხელისუფლებას ყაბახიძე მოგწონთ 1% აქვს რეიტინგი და ეს აიყარა და რამე პოლიტიკა ესმიდა რა მოგვიყვეთ შენახეთ ფაიში რა მოხდა და რის საფუძველს დააკავეს არასრულწლოვანი ოპერატორი 15 წლის ბავშვს და განარიდეს 15 წლის ბავშვის სიტუაციას. ის მეორე მხარე იყო მოძალადი. არც ერთი არ მისულა და ამ მოხდა მეორე საკაკე. ერთადერთი განსხვავება ფეროფლება იყო არასრულწლოვანი იყო, მაგრამ არ გაითვალისწინეს. ო ნერვები არ ჩატენეს. როგორც მოისმინეთ აქციის მონაწილისგან აუ რა ტელევიზიები ცდილობენ კონსტიტუციის ტელევიზია ცდილობდა როგორც მოქალაქე მოხსენა არასრულწლოვანი ჩაწერას რასაც საერთოდ მოყვა დაძაბულობა და ამის გამო პოლიციამ განარიდა როგორც ისინი ამბობენ 15 წლის აქტივისტი ჯერჯერობით უცნობია ზუსტად არ განუმარტავს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს მისი დაკავების მიზეზი. ამ გიხდია ბიჭო ამდე. ავი. რატო და მოქალაქეების ნაწილი ახლა ტროტუარის გამოყენების დაგანებულდება. ნაწილი რჩება ისევ ლეონიდის ქუჩაზე. ორი ადამიანის დაკავება მოახერხეს ძალოვანი უწყების თანამშრომლობა, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ მათმა რიცხვმა მოიმატოს, მაგრამ ჩვენი ღამის განმავლობაში თუმცა ის მობილიზება რამდენიმე გამობაში რუსთაველის გამზირზე და მიმდებარე ტერიტორიაზე არის მეტყოლებს იმაზე რომ დღეს ავტომობილურ მოძრაობას არ გადააკეთებენ სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს როგორც ხედავთ მიგიან ისევ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე თუმცა ისევ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არ აძლევენ შესაძლებლობას რომ საავტომობილო მოძრაობით ისარგებლონ მაგურებთან შევახსენებ რომ რამდენიმე წუთის წინ 15 წუთის შეფასება ამჯერად გამოუშვებენ თუ არა once that train მივდივართ ახლა პარლამენტთან მეგობრებო, ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა როგორ ეშინია ამ რეჟიმს. განეკურათ ეშინია ერთი ფეხით იქით რომ გადავიდა. ეს კონდათ იმედი ამ რეპრესიული კანონმდებლობის შემდეგ ეს კიდევ დაწყებული დევრის შემდეგ როდესაც უამრავი ადამიანი უსამართლობის და საჯელებს უმატებენ ხალხი არ გამოვიდოდა ხალხი გაწყდებოდა
მაგრამ პროტესტი არ გაჩერდება. ქართველი ხალხის კონსტიტუციური უფლებების ამასშტაბის შეზღუდვა 1927 წლის შემდეგ არ ახდენს საქართველოს. ჩვენ არ შეიძლება რომ შევებულა იმ კონსტიტუციის მეფეს გადალვას, რომელიც მომიტანეს ჩვენმა წინაპრებმა. ამიტომ წინ რუსული რეჟიმი პოლიცია გვერდით, როტორის გვერდით, გზის გამოყენებით მიჰყვება აქციის მონაწილეებს. ნაწილი უკვე პარლამენტის მიმდებარედ არის შეკრებილი დემონსტრანტებისა, ნაწილი კი გადაადგილდება ტროტუარის გამოყენებით. მოქალაქეები მოუწოდებენ ერთმანეთს, რომ დაუდგნენ დანარჩენ აქციის მონაწილეებს, რომლებიც ლეონიძის ქუჩის კვეთაზე შეყონდნენ, ვინაიდან პოლიცია მათ არ აძლევდა გადაადგილების საშუალებას გზის სავალი ნაწილის გამოყენებით, განმარტებით, რომ ისინი არ იყვნენ საჭირო საკმარისი რაოდენობის და შეეძლოთ ტროტუარის სარგებლობა.
რომელიმე პოლიციის აქციის მონაწილეები პოლიციას მიმართავდნენ კითხვით თუ განრიდება იყო თუ არა თუ დაკავება იყო ეს 15 პოლიციელი პოლიციას გადაჰყავდა 15 არასრულწლოვანი მოქალაქე პოლიციამ როგორც ვიზუალურად შეეტყობდნენ რომ აღნიშნული მოქალაქე იყო სულობით უერთდებიან ახლა აქციის მონაწილეები პარლამენტთან მიმდინარე პროტესტს. ეს როგორც გითხარით, დაიკავეს ერთი მოქალაქე საერთოდ გზის გადაკეტვის საბაბით. პოლიციამ არ მისცა აღშეკრებილ დემონსტრანტებს ცისავალი ნაწილზე გაეგზელებინათ პროტესტი, ამიტომ მოგვიანებით ერთობლივად გადაინაცვლეს მოქალაქეებმა კანცელარიის შენობასთან. იქ დაყავდნენ რაღაც დროით, რამდენიმე ათეული წუთით. მოგვიანებით კი მსვლელობით აპირებდნენ თავისუფლების მოედნის გავლით, დაბრუნებულიყვნენ თავიანთი პროტესტის უცვლელ ლოკაციაზე, რაც არის პარლამენტის შენობა და მისი მიმდებარე ტერიტორია. თუმცა გზად პოლიცია მათ არ აძლევდა საშუალებას გამოეყენებინათ გზის სავალი ნაწილი გადაადგილებისთვის. შესაბამისად ტროტუარის გამოყენებით მოუხდათ ნახევარი გზის გავლა აქციის მონაწილეებს და უკვე შეუერთდნენ პარლამენტთან მიმდინარე პროტესტს. დღეს არის 344 დღე
პროევროპული დემონსტრაციების. როგორც ხედავთ, პოლიციის ცოცხალი კორდონი არის. რუსთაველის გამზირის ორივე მხარეს ჩაყენებული. რათა მოქალაქეები არ გადავიდნენ საავტომობილო გზაზე, მეტროებით დაგემშვიდობებით, ახლა ასეთი ვითარება. ისევ პარლამენტის მიმდებარე ტროტუარზე იზრდებიან აქციის მონაწილეები და აგრძელებენ თავიანთ პროტესტს. ნახვამდის.